ევრებო, პატივცემულო პრესის წარმომადგენლებო, მოგესალმებით ყველას გულთბილად დამსურს, კეთილი იყოს მობრძანება ვუსურვო ბატონ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ თქვენს დასწრებით ამ პირველი ოფიციალური ვიზიტის განმავლობაში თურქეთი და საქართველო არ არის მხოლოდ მეზობელი ქვეყნები, ეს ორი სტრატეგიული პარტნიორია, რომელსაც ღრმა ისტორიული, კულტურული და ადამიანური კავშირები გვაერთიანებს. ჩვენ ვართ ორი ქვეყანა, რომელიც ბაქო, თბილისი, ყარსის რკინიგზის პროექტის მონაწილე ვართ, რომელიც არის ხერხემალი შუა კორიდორის და ჩვენ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნავთობსადენი, გაზსადენი გვაქვს საქართველო, გახლავთ აგრეთვე სამშობლო მესხელი თურქების, რომლებიც იძულებით იყვნენ გადაადგილებული თავისი ისტორიული სამშობლოდან ნოემბერში 54 წლის და გადასახლებული ჩვენს დისკუსიებში, რომელიც ეფუძნება ეკონომიკურ და კულტურულ ისტორიულ კავშირებს, ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ ჩვენს მზაობას, გავაღრმავოთ შემდგომ ჩვენი ურთიერთობები. ჩვენ კიდევ უფრო განვაგრძობთ წინსვლას, განვითარებას, ჩვენი ვაჭრობის, ჩვენი ურთიერთობების, ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ. და ჩვენი ქვეყნები, ჩვენი ქვეყანა გახლავთ საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორი წლების განმავლობაში და ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ ჩვენი ურთიერთობა მყარ საფუძველს ემყარება. ჩვენ დიდი სავაჭრო ბრუნვა გვაქვს 3 მილიარდი დოლარი, რაც ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა და მივდივართ ახალი მიზნებისკენ, როგორც ვთქვა, 5 მილიარდი დოლარი და აგრეთვე რომ გქონდეს მეტი ურთიერთი ინვესტიციები. იმ კარგი გულთბილი ატმოსფეროს წყალობით, რაც არის შექმნილი საქართველოში, ათასობით თურქული კომპანია მუშაობს საქართველოში. თურქული სამშენებლო კომპანიები აჩვენებენ დიდ დაინტერესებას საქართველოს საინვესტიციო, საინფრასტრუქტურული პროექტებით. გარდა ამისა, სამასის სამშენებლო დიდი პროექტი, რომელიც მილიარდობით ღირებულებისა უკვე არის განხორციელებული. გარდა ამისა, საუბრობთ იმ ერთობლივ პროექტებზე, რომელსაც ვისაუბრეთ ჩემს პატივცემულ კოლეგასთან. ამ თემაზე სრული განხორციელება საქართველოს თბილისი, ყარსი, რკინიგზის არის ძალიან მნიშვნელოვანი ყველა ჩვენთაგანისთვის. ურთიერთობა, თანამშრომლობა, აგრეთვე სამხედრო, თავდაცვის სფეროებში უდიდესი მნიშვნელობისა. ეს არის ჩვენი დღის წესრიგის საკითხები. პატივცემულო პრესის წარმომადგენლებო, ჩვენი დისკუსიების დროს ჩვენ აგრეთვე გავცვალეთ აზრები იმ მოვლენებზე, რაც ხდება ჩვენს რეგიონში და საერთოდ მსოფლიოში. სურს ამ შესაძლებლობით ვისარგებლო და ხაზი გავუსვა მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, კონკრეტულად სამმხრივი მექანიზმების მეშვეობით, რომელიც გვაქვს საქართველოს აზერბაიჯანთან ერთად საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების პოლიტიკაში. ჩვენ წვლილი შეგვაქვს რეგიონალური მშვიდობის გამყარების და უსაფრთხოების გამყარების საქმეში და ჩვენ შემდგომი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი გვექნება ჩვენს ქვეყანაში ახლო მომავალში. ჩვენ აგრეთვე განზრახვა გვაქვს, რომ სამმხრივი შეხვედრა
პარლამენტის თავმჯდომარეების შეხვედრის იყოს, როცა ვსაუბრობთ შავ ზღვაზე, უსაფრთხოებაზე, კავკასიაში და აგრეთვე ომზე უკრაინაში, ადამიანურ ტრაგედიაზე ღაზაში. ამ საკითხებზე ვისაუბრეთ პრეზიდენტთან. საქართველო და თურქეთი იმუშავებენ, ითანამშრომლებთ ერთად მშვიდობისა და განვითარებისათვის ჩვენს რეგიონში და რეგიონს მიღმაც ეს ხედვა ჩვენ ამაზე ვიმსჯელეთ დღევანდელ დისკუსიებში და ეს გვიჩვენებს ჩვენ არა მხოლოდ მზად ვართ აწყო ღრმა ურთიერთობებისათვის, არამედ სამომავლოდ გამავითაროთ ურთიერთობები რეგიონში და მე აგრეთვე გადავეცი პრეზიდენტ ყაველაშვილს ჩვენი მოლოდინები ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების მესხი თურქებისა თავის საცხოვრებლებში, რომ ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხი და ჩვენ როგორც თურქები ნებისმიერ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ ამ პროცესს საჭიროების სამეფ და აგრეთვე დასკვნით ფრაზებში მინდა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს და თურქეთის სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდება, გამყარდება ჩვენი ხალხების ნების საფუძველზე. მადლობა პრეზიდენტ ყაველაშვილს, მის დელეგაციას და უღრმესი ღრმა მოკითხვები, დიდი მოკითხვები საქართველოს მეგობარ ხალხს და ჩვენი გუნდები შეხვედრა ფეხბურთის 4 სექტემბერს შედგება. ეს იქნება საკვალიფიკაციო მატჩი, ესეც კიდევ უფრო გააღრმავებს ურთიერთობას, მეგობრულ ურთიერთობას ჩვენ ქვეყნებს შორის. ახლა მინდა ვთხოვო ბატონ მიხეილ საქართველოს პრეზიდენტს. მოგესალმებით, ბატონო პრეზიდენტო, პატივცემულო მედიის წარმომადგენლებო, ქალბატონებო და ბატონებო. ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს პრეზიდენტის რანგში ოფიციალური ვიზიტით პირველად ვსტუმრობდე მეგობარ თურქეთის რესპუბლიკას, რომელთანაც საქართველოს მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა და მრავალმხრივი თანამშრომლობა აკავშირებს. თქვენო აღმატებულებავ სურს გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ გამორჩეული და გულთბილი მასპინძლობისთვის. დღეს უმაღლესი დონის შეხვედრისას განვიხილეთ საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტიური დღესწესრიგი. გავცვალეთ მოსაზრებები მნიშვნელოვან რეგიონალურ საკითხებზე და დავსახეთ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ვისაუბრეთ უმაღლესი და მაღალი დონის შეხვედრების დინამიკის შენარჩუნების მნიშვნელობაზე და პირადად მოვიწვიე ჩვენი მეგობარი ბატონი პრეზიდენტი საქართველოში. ასევე ჩვენ ხაზი გავუსვით მაღალი დონის სტრატეგიული პარტნიორობის საბჭოს მორიგის ხდომის გამართვის მნიშვნელობას. საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და ფასეულია თურქეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ისევე როგორც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი. სურს პირადად გადაგიხადოთ მადლობა თქვენი პერსონალური წვრილისთვის და საქართველოს მხარდაჭერისთვის სხვადასხვა ფორმატებში. ამასთან ერთგულებას ვადასტურებთ საქართველოს მთავრობის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ, რომელიც ეყრდნობა რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის დეოკუპაციისა და საოკუპაციო ხაზით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგებისა და ჩართულობის ამოცანებს. შეხვედრაზე ვისაუბრეთ სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებაზე და ჩვენს ერთობლივ ძალისხმევაზე ამ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით. არაერთხელ გვითქვამს და კვლავ სურს აღვნიშნო, რომ საქართველო ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანაცხოვრების ფორმულას და ყოველთვის გამოთქვავს მზადყოფნას, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის პროცესში. მივესალმებით აზერბაიჯანისა და სომხეთის მიერ განგრძობადი მშვიდობის დამყარებისათვის გადადგმულ ნაბიჯებს, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს რეგიონის მშვიდობისა და სტაბილურობისაკენ სვლას. არსებული გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით რეგიონულმა თანამშრომლობამ
კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა და ის მიზნად ისახავს მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობას, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნების განვითარებას. ამ მხრივ აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთის სამხრივი ფორმატი არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლიათ ეფექტურად და წარმატებით ითანამშრომლონ ქვეყნებმა, რომლებიც პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მზად არიან განახორციელონ რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტები. უსაფრთხოების გამოწვევების კონტექსტში ვისაუბრეთ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ სრულმასშტაბიან აგრესიაზე, შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და თურქეთის დაუღალავ ძალისხმევაზე, განსაკუთრებით ბატონი პრეზიდენტის როლზე, რომ წვლილი შეიტანოს დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიალოგის შესაძლებლობის პოვნაში. ამასთან განვიხილეთ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები, აღნიშნა, რომ საქართველო ემხრობა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების აუცილებლობის იდეას. თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ რეგიონული, სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. მოგეხსენებათ, თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. სწორედ ამის გათვალისწინებით ჩვენ ვიმსჯელეთ იმაზე, თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეიძლება ომხრივი ვაჭრობის განვითარების კუთხით არსებული პოტენციალის კიდევ უფრო უკეთ ასათვისებლად ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს პროდუქციის ექსპორტის გაზდის ხელშეწყობა, რათა ორივე მხარისთვის თანაბარი სარგებლის მომტანი იყოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. ჩვენ აგრეთვე ყურადღება გავამახვილეთ შუა დერეფნის კონცეფციაზე და მის მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნებისთვის. აღნიშნა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის, ბაქო-თბილისი ერზრუმის გასადენის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, ბუნებრივი არის სამხრეთ დერეფნის პროექტების მნიშვნელობა, რომლებიც ჩვენი ქვეყნების როლსა და ფუნქციას ახალ განზომილებას ძენს მსოფლიო გეოპოლიტიკურ არეალში. გარდა ამისა განვიხილეთ თანამშრომლობის პერსპექტივები კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის, სპორტის და ხალხთა შორის კავშირების მიმართულებით. ბატონო პრეზიდენტო, შეჯამების სახით მინდა გითხრათ, რომ დღევანდელმა შეხვედრამ დაადასტურა, თუ რაოდენ ძლიერია ჩვენი პოლიტიკური ნება, გავაღრმავოთ სტრატეგიული პარტნიორობა და მივახციოთ კონკრეტულ შედეგებს ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ მადლიერებას უთბილი მასპინძლობისთვის და ასევე კი მოგიწვიეთ საქართველოში, მაგრამ კარგი იქნება თუ 4 სექტემბერს გვეწვევით საქართველო-თურქეთის მატჩზე და ერთად გვექნება შესაძლებლობა უყუროთ დარწმუნებული ვარ მაგარი თამაში იქნება. დიდი მადლობა. Thank you. მოვისმინეთ ორი ქვეყნის პრეზიდენტების ერთობლივი განცხადება, ქრონიკის სპეციალური გამოშვება დასრულებულია, მე გემშვიდობებით ნახავთ.